დღეს დადგა წრევს TXT-ის დღე. ამ დრომდე ნახულობდით საიტზე ბილეთებს. თენიქს ძალიან კარგი ფასი გქონდა. და გადავწყვეტეთ, რომ გვეყიდა. და აღარ გაგვეშვა ხელიდან. არ ვიცი რა ჩავიცვალე, თქო და იდეა მაქვს, იმიტომ რომ TXT-ის რაც ვაიბ აქვს, ისეთი ვაიბით უნდა წავხვიდე კონცერტზე. ახლა ჯერთმებს დავისწორებ, შემდეგ გავადავწყვეტავ რა ჩავიცვა და გავიზრდები და წავალ. თმა დავისწორებ. ძირითადად ასასწორე. TXT-ის კონცერტზე იძახიან, ან უნდა წამოხვიდე ემოს სტილში, ან როგორც fairy tale ის იმას სტილში. რადგან გარეთ არის საშინელი ამინდი, არ ვიცი არ ჩანს. არა ძალიან მოღრუბლულია რა თქმა უნდა ლონდონში. მაგის გამო fairy tale outfit რომც ძალიან მინდოდეს მაგის ჩაცმა არ გამოვა ლამაზი. და ასე რომ ავარჩიე ესეთი ამკავას შევიცვალ. გავა fairy tale-ში ოღონდ მიქს რო გავაკეთოთ აგური ესთეტიკის ეგრე გავაკეთე. და ეს მე ჭრალა რომელიც აქ დავსვარე, მაგრამ გონი უთომივა და ცუდად, მაგრამ არ ვიცი. არ გამოდის ჩემი თმა ეფარება. ძალიან ჭრიალა და ლამაზი მაიკა არის, ნაჭერიც ძალიან ლამაზია და უკან ამოღებული არის ესე. ძალიან ლამაზია. და ფეხზე ვისვამოთ. რა თქმა უნდა, ჩემი ასოვა, რომელიც არის Sophos MD. ახლა ჩავიცვამ და შემდეგ მაკიაჟს გავიკეთებ და ალბათ მზად ვიქნები და წავალთ მე. მოდი შენც. ეხლა მოვიდა დრო მაკიაჟის გაკეთების. რომელიც არის არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა თავს ვაჩერებ რომ ვიცი. ერთადერთი რაც ვისწავლე არის რომ სულ უნდა გამოიყენო sunscreen. გარეთ ცუდი ამინდის რომ იყოს, მზეს რომ იყოს, ჭექაქუხილის რომ იყოს, ყოველთვის უნდა გამოიყენო sunscreen. ეს ჯერ შევტოვისო, მაგრამ აი ხო მართლა ხომ ყოველგვარი ფეროიც ამის შესახებ. არა უშავს გადავისვა ამაზე. აი ახლა ამას რაღაცი აქვს რომ წავისო. ერთ-ერთი რასაც ვისვამ ხოლმე არის აი აქ. არ ვიცი. რა ერქვა waterline. ხო, ეგ ქვია მგონი. თან ვილაპარაკებ ჩემს TXT-ის ისტორიას. რა თქმა უნდა, ხა ჩემი K-pop-ისადმი სიყვარული BTS-ით დაიწყო. და შემდეგ BTS-ი რადგან HYBE-ის ჯგუფი არის, ყველა დანარჩენი HYBE-ის ინფორმაცია რაც კი გავრცელდებოდა რომ ეს ჯგუფს ყველა ცნობილი ხდებოდა. ერთხელაც HYBE-მა გამოაცხადა რომ დაადებიუტებდნენ ახალ ჯგუფს და ყველანი გაგიჟებულები იყვნენ. ძალიან ბევრი ჭორი დაიწყო. იქნებოდა ვინ დადებიუტდებოდა. ძალიან ბევრი ადამიანზე ჰქონდათ ეჭვი. მაგრამ რამდენიმეჯერ მოხდა ისე რომ აი ეს ადამიანები ვისაც ეჭვი ჰქონდათ Instagram პოსტებს დევდნენ რომ ხალხო არა ვარო მე არ დებიუტდებიო. საიდან მოიტანეთ არც ცხოვრობ კორეაშიო და რაღაც ესეთები ძალიან სასაცილო ისტორიები იყო. და შემდეგ დაიწყო HYBE-მა დაპოსტა. ყოველ ერთ კვირაში ერთხელ თუ ყოველ მეორე დღეს თუ რაღაცა მოკლედ მოგონაკვეთის ან დაჟე ერთი დღეს ყოველას აღარ მახსოვს introduction კლიპები დაიწყეს თითო წევრის. იანჯუნი მომხდა თვალში. ცოდი რომ ეგ იქნებოდა ჩემი ვერსი ყველა ვარიანტში. TXT-ში არიან ძალიან კარგი ადამიანები. და ყველაზე სასაცილო რა იყო? 2 წლის წინ უნდა ჩამოსულიყვნენ აქ. K-pop Luxi იმართებოდა, რომელიც იყო კორეული ფესტივალი, რამდენიმე ჯგუფი ჩამოყავდათ ერთად. მათ შორის ვისიც მიხაროდა იყო TXT, The Boys-ი და Zero Base One-ი. იმიტომ რომ Zero Base One-ის ნახვა შეუძლებელია. აი, არ ჩამოყავთ არსად თან ესეთი ჯგუფი რომ არის რომ კონტრაქტზე არ ჩამოყავთ, რა ვიცი. ფერი არ გამიგია მე მაგათი. და ძალიან მივიდა მაგ სამი ჯგუფის ნახვა. დანარჩენიც ძალიან კარგები ჩამოყავდათ, მაგრამ ეგ სამი იყო განსაკუთრებით ჩემთვის. გადავწყვეტე რომ აუცილებლად წავსულიყავი. ბილეთის ქონდა ნაყიდი, ყველაფერი ქონდა ნაყიდი. ძალიან მაგარი ადგილები გქონდა. ყველას ძალიან გვიხაროდა მე და ჩემი მეგობრები გაგიჟებულები ვიყავით. ესეთი კონცერტი ჩამოდის ლონდონში. და ერთი კვირით ადრე, დილის 5 საათი იყო, ჩემი მეგობარი მწერს Twitter-ზე შედი რა ხდება K-pop Lux-ზეო. დაჟე K-pop Lux-აც არა, მაგრამ ერთ-ერთ კორეულ საიტს ქონდა დაწერილი K-pop Lux-ი ვეღარ გააგრძელებს ლონდონის კონცერტსო. ანუ კონცერტი უქმდებოდა, მაგრამ ეს K-pop Lux-ის მიერ არ იყო დამტკიცებული. ყველას რაღაცა ის ქონდა, რომ ალბათ თუ არ დაკენსელდებაო, რამე იქნებაო. გადაწყვეტავენ რომ მოაგვარებენო რა პრობლემაც აქვთო და ჩვენც ცოტა დავწყნარდით და მაგ დღესვე თუ მეორე დღეს დებს K-pop Lux-ი Instagram-ზე პოსტ. ლონდონის შოუ დაკენსელდაო.
აი ერთი აქ თქმა და ჩვენი გაგიჟება ერთი იყო. სხვა რა უნდა გვექნათ ახლა? დააკენსელეს ჩვენ ვეღარაფერს ვეღარ ვიზავდით. ახლა იმის გამოცხადება, რომ TXT ჩამოდიოდა ევროპაში, იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება. ანუ ახლა რა თქმა უნდა, მაგის გამო ყველას ასმაგად გაგვიხარდა TXT-ის ჩამოსვლა, ყველას ესეთი K-pop Black-ის ტრაუმა გვაქვს დარჩენილი. ესეც ჯობია. ფესტივალზე რო ჩამოდიან, ну რა თქმა უნდა 5-6 სიმღერას მაქსიმუმ, ხო? ეს რო ჩამოდიან, უკეთესი არის, იმიტომ რომ ესე რა თქმა უნდა მთელი კონცერტი იქნება. Ani იგი TXT-ის უსმენს. აი, ახლოს უნდა მოვუტან. საკეთარი ვერ შევი. ხა მოვუწოს ეს მე? არა მოვუწო. ამაში ვასწორებ და გადავწყვიტო რა მოვიცვაზე ინტორცივა და წავიდე. Ani ხო ყველგან უნდა ჭამოს. გოგო. ამა ჭამახვითი ტოსტი სახში. ორი KFC-ში ვართ ახლა მოსულები. ეს რა არის 10 წუთში და მე KFC-ში. არა არის 10 წუთში სულ. როცა გინდა მაშინ შეყო. როცა გინდა მაშინ შეყო. დაგიბრუნდები თანხა შეჭა. კი. This has been Tomorrow by Together! Მოიშა კონცერტამდე ძალიან ბევრი ვიწვალეთ, იმიტომ რომ ბილეთის გადაცვა გვინდოდა და მე იმდენი ქენით ისე ჩვენ ბილეთებზე გავედით და ძალიან კარგი ვიუ გქონდას და ძალიან კარგად გავერთით და ამის შემდეგ გადავწყვეტა რომ სულ ბოლო წამის ბილეთები ვიყიდო და სტენდინგი და ჩემს ნებაზე დავდგე სადაც მინდა. ვიცეკვე კიდევაც გამოძრავების შანსიც მქონდა და ყველაფერი. და რა თქმა უნდა TXT-ის სიმღერებს ეგეთი შეეფერებათ და შემდეგ აუცილებლად ეგეთ ბილეთებს მივეჩვევი. შენ? არა შუა, ანუ living life like a billionaire. ისა კეფუზემი საქმე მე ფული მაყრაზე. ეხლა მივდივართ რომ wristband გაგვიჭრეს ჩვენ იმიტომ რომ ბილეთები გადავცვალეთ და ეხლა ეს მიდის. უნდა ვუთხრა, ჩემი გამიმთელა მიქსამალი.
მიხოწები ახლა მაგარ უსამშო კითხვა შეგეკითხები, მაგრამ მიხოწები რა ის ამაჯური მომეცი მეთქი ესე და ესე მეთქი არ მოცის მეთქი, აბა ხო რა დავიწყოდი რა ხდება. დაკეტილია რა უნდა ქნა. აი ეს. ვინ კაცანი ქრომის შეტომ გეცან. ანი სამოდის გარშ სახ შეტომ. ახლა მივდივართ მეტროში. დაკეტილი იყო. დღეს ერთ-ერთი ისეთი შემთხვევა, როცა ძალიან გვემოვიდეთ კონცერტიდან სახლში, იმიტომ რომ პირველი ხდება, პირველი ნახევარი არის და როგორი სიჩუმეა. დღეს არის კონცერტიდან მესამე დღე, იმიტომ რომ მანამდე ვერ მოახერხე საბოლოო კლიპის გადაღება. ერთ-ერთი რასაც ვიტყვი არის ის, რომ ფანების ესეთი ენერგია არც ერთ კონცერტზე არ მინახავს. ძალიან ბევრი ჯგუფი მიყავს ნახე, ძალიან ბევრი სოლო არტისტი. ფესტივალებზე ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი ენერგია არც ერთი ფანრომისგან არ მინახავს. ძალიან მაგარი crowd იყო მართლა. და მაგის გამო კონცერტის experience ბევრად უკეთესი გახდა ყველასთვის. ქორფეთი იყო ძალიან მაგარი, ძალიან მიყვარს კონცერტებზე. ძალიან მაგარი სიმღერების დროს აი ესე რო იყრება ხოლმე. ჩემი best moment არის და თქო და ქორფეთი ძალიან კარგი შესანახი არის მოგონებებისთვის. ესეთი მხოლოდ ძალიან ბევრი წამოვიდა. ხოლმე დიდები ვიყრება ხოლმე. ჩაურებული პატარები. ესეთები. ბურთები. გულის ფორმების ქონათ. ეს ქონათ ჩემი ფავორიტი ეს იქნებოდა. ერთ-ერთი ფავორიტი და სუგულები იყრებოდა და ყველაზე ფავორიტი რასაც ყველა გაგიჟდა იყო აი ესეთი ვარსკვლავები. ხელი აქვთ მოწერილი, უნდა თქვა დაპრინტებული არის, მაგრამ ძალიან მაგარი. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ყველა წევრი სამიღია. იმ დროს არ ვიცოდი მე ვისურვებდი, მაგრამ ხუთივე წევრის მქონდა. აი კიდევ ეს იყო. ფულის კონფეტი ესენი მოიყარა, ანუ საერთოდ დავასაკეთებ ხოლმე ფანები რომ უბრალოდ დაარიგონ ხოლმე როგორც ვიღაც. მაგრამ ალბათ კონფეტი თქონდა. კიდევ მქონდათ ესეთი პროექტი. რაც TXT მარიცოდა. ესეც მაქვს ერთ-ერთ ვიდეოში, მაგრამ ამის მერეც ჩავსვა. უკან წესები წერია რომ TXT-სგან საიდუმლოდ შეინახეთო. კიდევ იმ ვიდეოსაც ჩავსვა. ბიჭებმა რომ დაინახეს და თვითონ ცაცაკე ვაკეთებ ყველაფერს. აქ წერია when with TXT მოასლა will never stop. Moasla will never stop. Never stop. Wow. You make it like with Moa. It'll never stop. Tomorrow by Twiddler's love song. და ეს იყო სულ ტოპ 3 კონცერტში ჩავსვი უკვე TXT. რა თქმა უნდა. საბოლოო სიტყვა ის იქნება, რომ ძალიან დიდი მადლობა აქამდე თუ უყურეთ, ძალიან ბევრს ნიშნავს და ასევე მე შემდეგში უკეთებს გადავიღე. მადლობა. ერთი ეს არის. კაი, დავფარო. აქ ჩემი იოსანი არის.